ეს არის უბრალოდ ვერ დაადანაშაულებ ყველას რასიზმში მხოლოდ იმიტომ, რომ უცნაურად შემოგხედეს და თავი დააღწიო ამას. ეს ვიდეო ძალიან უცნაურია და თქვენ უნდა ნახოთ. ხედავთ, აქ უმეტესობა თეთრკანიანია. მე ვცდილობ ჩემს სამშობლოში დაბრუნებას და თქვენ ყველამ გამირთულეთ ჩემს სამშობლოში დაბრუნება. აგრესიული მამაკაცი საერთაშორისო რეისზე, რომელიც აფრენას აპირებს, მუდმივად იწყებს კამათს თვითმფრინავში ყველა ადამიანთან. მე არ მომწონს დრამა. იმ დროს როცა ოფიცრები აჩქარებით მიდიან თვითმფრინავთან, კაპიტანი ეწინააღმდეგება ეჭვმით ანილს, რომ გააძევოს იგი, მაგრამ ის არ ნებდება. და მე არ მაქვს სასმის ვალდებულება. ხედავ როგორ არის. ხედავ როგორ მუშაობს ეს. ხედავ როგორ მუშაობს. მე ვიცი როგორ მუშაობს. ხო. ასე მუშაობს ეს. ასე მუშაობს. მაჩვენე ამ ხელა სიზურვილი ერთი ადამიანის მიმართ უნივერსალურად, კარმულად დაგაზიანებ. მხოლოდ უკეთესი იქნება ბიჭებო, მხოლოდ უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაჩვენე სამკერდე ნიშანი, თუ გინდა რომ ჩამოვიდე. არა, უნდა მაჩვენო სახელი. კითხუები. იქო ხედავ. გაქვს ჩანთან რამე, რაც გინდა აიეგო, სანამ ჩამოხვალ. ორად ეცე მესხმით თავს. ამას შენთან გავარკვევ. ბრით, ჰეი, შენ. შენ როგორც ადამიანი, იმიტომ რომ ზივარ და შენზე დაბლავარ. ხო, ჰაერში ვზივარ. იმიტომ რომ დაბლავ ზივარ შენზე. მე უნდა ვიყო მაგარი ბიჭი ძმაო. უბრალოდ ჩამოდი თვითმფრინავიდან. მოძრაო. ჰეი, იცი რა, ბატონო. არა, თქვენ ყველანი ერთიანდებით. ხედავ, აქ უმეტესობა თეთრკანიანია. ხო, ასე თქვი, გააგდეთ თვითმფრინავიდან. ღმერთო, აშკარად ასე უნდა მომხდარიყო. მე არ ვაპირებდი ამ კაცის კანის ფერზე საუბარს, მაგრამ თვითონ ახსენებს ყველას კანის ფერს, იმიტომ რომ სულ ამაზე ბრუნდება ყველაფერი. მეგობრებო, ერთი რჩება, უბრალოდ ნუ იქნებით აუტანელი ადამიანი. უბრალოდ ნუ იქნებით. არ ღირს. როგორც არ უნდა იყოს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ვიდეოზე საფასუხო რეაქციების ნაწილში. ახლა უფრო საინტერესოც ხდება. ვცდილობ ჩემს სამშობლოში დაბრუნებას. და თქვენ ყველამ გამირთულეთ ჩემს სამშობლოში დაბრუნება. კიდევ ერთი მგზავრი, რომელსაც ის კაცი უკვე მობეზებდა და ბორტგანცილებელიც მიუახლოვდნენ მას, რომ თვითმფრინავიდან ჩამოეყვანათ. წინ გადადიდენ, ეს არის მთავარი, მოდით ბატონო, მოდით. მოიცადეთ. არა, მე დაგიჭირე. ერთი წუთით, ეს დიდი ბიჭია. ჰეი. კარგი, მოდი. აი ჩაკიც მოდის ახლა. მოდი, წადი. ჰეი, ის 311-ია. შენ პირველი წამიყვანე, კარდი, 3, 1. Wow! Hey! გასაგებია. კარდი, ბიჭებო, ხელები უკან წაიდეთ. არავიღაც შეეხოთ. ხელები ჩამოუშვით, არავინ არ შეეხოთ. მე კიდევ ასე ვარ. ხუმრო. შებრუნდი ცოტა, წავედით, შებრუნდი მგელო. მადლობა ბიჭებო. შებრუნდი იარე, წავედით. არ მოქვს ბიბლია, ეს მე ვარ, ღმერთო ჩემო. როდესაც რამდენიმე მგზავრი ერთიანდება, რომ კაცი თვითმფრინავიდან გააყვანონ, ოფიცრები სწორედ მაშინ ჩამოდიან, როცა მას ჯეტ ბრიჯზე გადაჰყავთ. ამ ხიარული ბავშვია. ამიტომაც მოვდივარ აქ. გმადლობთ რომ მოხვედით. წამო, კარგი. პოლიცია აქ არის. ასე რომ, უბრალოდ მოდი, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი ძმაო, თავარია ადვოკატი იყოს. აი ამას ქვია სამართლებრივი ქმედება. კარგი, ადექი. მოდი ისევ ჩემთან, ხო იცი? წავიდეთ, გზა გაათავისუფლეთ უდანაშაულო სამოქალაქო პირისთვის. ამას დავიმახსოვრებ. გამარჯობა გულდი. მე გადავდივარ, კიდე გადახვიდე. არა. ნიშნულობა არ აქვს, ზუსტად რა მოხდა. აქ ვიდექი, ჩასხდომას ველოდებოდით, დავიწყეთ ყვირილი გზაზე, ვერ გადავდივარ. მე ვიცნობ პაროლებს. ხალხი აგულდა ხმეც ფიცალ, ხეხართო, F2 ის ხვირო და ვიღაც ხალზე, ბლა. ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ეს ადამიანო. წადი, ზიდან გადადი, დაიცადე, ჩაითვი ფექსაცმელი. ხო. მგელი, გააშალე ფეხები, ეხმავე მინდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი. ეხმავე ველოპარაკები სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატს. რა? ამრეცლაკო, ვერაფერს გავიგე რა არის, ხო? ეს ყველაფრის პრობლემაა. სხვანაირად მეკცევიან, მიყურებენ.
დგახარ, მე უდა რომ ნერვები მობიშალოს. ის აწყობს ამას. ყოველთვის შეხარ, ყოველთვის შემომხედე. ეს დამკვდარი ხარ. და მერე მან კორნის მიუბრუნდა, მაგრამ ისინი მეუბნებიან, ეს ჩემი მამაა. აბა საიდან იცნომას? ის ჩემი შვილია. კარგი. იცი რა ხდებოდა მასთან? იცი რათა მიყვა ასე გაბრაზებული? არანაირი წარმოდგენა ამბობს. ერთად იყავით თვითფრინავში თუ არა? ერთად იყავით. კარგი. მა შეგიძლია მითქვა რა მოხდა? შევედით შიგნით ვიღაც იყო, უკან ვიღაცამ რაღაცაზე ისაუბრეს. რაზე ისაუბრეს? როგორ თქვა, ალბათ რაღაცა რასიზმი იყო ან რაღაცა მსგავსი. მის მიმართ იყო მიმართული რაღაცა მსგავსი. ალბათ გაიგო ამის შესახებ და მერე ჩაერთო კამათში. კარგი, მერე შიგნით შევარდა და ისე ვიღაცასთან იკამათა იმავე საკითხზე. და მერე შენ მასთან ერთად იყავი, როცა ეს მოხდა. სულ მასთან ერთად ვიყავი. კარგი. თუ წინააღმდეგობას გაუწევ, კაცო, უბრალოდ ცუდად იქნება. მე არც ვაპირებ წინააღმდეგობის გაწევას. ეს ჩემი მშობლების იდეაა, ხო იცი არა? უთხარი რომ სიამოვნებით გავაკეთებდი. და ახლა ეს არის, რასაც შენი აეროპორტი აკეთებს. უზენაეს სასამართლოში გიჩივლებ. მადლობა. ყველა პოლიციელი მომავალში. კედრისკენ სახით, კედრისკენ სახით, კედრისკენ სახით. გაშალეთ ფეხები, ბიჭებო, გაშალეთ ფეხები, ფეხები. უფრო ავსტრალიელი ხდები, ძმაო. ასე რომ არ მეგონა რომ ის კაცი მასთან ერთად იყო. კაცი რომელიც თითქოს მისი მამაა. და ის მამამის მოშორდა და იდაბის ზევით წავიდა. ეს ყველაზე უცნაური რამ იყო. ეხლა კი გზავრები მისწერ მიდიან. ის კარგად არ არის, რაღაც ჭირს. ხო, მას უბრალოდ ტკივა. არ ვიცი. კარგი, მოდით მშვიდად ვიაროთ, კარგი? მეგონა ეს სიტყვის თავისუფლებაა. სიტყვის თავისუფლება, ვისუფლება, ქვეყანა წინ არის. კარგი. ეს ადრე მომხდარა? არასოდეს. კარგი. ასე რომ ის აქ რეფუსს ესაუბრებოდა. ხო, ასეა. ხო, მან ბოლომდე დაბრუნება შეძლო. ის თითქოს პიროდა და გახიოდა. და მე ვთქვი. ის უკვე თავის ადგილას იგდა. როგორც იქ დაბრუნდი, ხალხი უკვე მუშაობას იწყებდა. ის თავის ადგილას ჩდებოდა და ყვიროდა და იგინებოდა. ის იმ ადგილას დაახლოებით. ადამიანები, რომლებსაც შემსავით კანი აქვთ, ადგილზე რაღაც სასაცილო დაიწყო. უბრალოდ მინდა რაღაცა ნათლად თქვა, რადგან გონია, რომ ამ კაცს რაღაც ფსიქიკური კრიზისი აქვს. კარგი. რაც გულს მткаენს ისაა, რომ მას ფსიქიკური კრიზისი აქვს და ის თუ როგორ ფიქრობს, ანუ რასაც მისი ტვინი აკეთებს არის ის, რომ მიიყვანს იმ აზრამდე, თითქოს მთელი მსოფლიო მის მიმართ რასისტულია. მთელი მსოფლიო რასისტია. თქვენ ყველანი რასისტები ხართ. გონია, რომ ეს კაცი ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი. გონია ეს უფრო რთული არ არის. და სინამდვილეში ძალიან მიხარია, რომ თეთრკანიანები ამას აღარ ითმენენ, ისინი ამას აღარ იტანენ. ვეღარ დაადანაშაულებ ვინმეს რასიზმში, ისე რომ ცუდად მოიქცა და პასუხი არ აგო. პასუხს აგებ, მაგრამ აი ესეთად აქცია ეს მსოფლიო. ამან ამ ადამიანებს მუდმივად ისევ მსხვერპლის მენტალიტეტში აბრუნებს, იმდენად რომ ასე იქცევიან. ანუ კალიფორნიის მართვის მოწმობა გაქვს, მაგრამ მისამართი ამაზე წერია. ის ფლორიდაშია, მაგრამ კალიფორნიის მართვის მოწმობა გაქვს, სორია. და ასევე ასაჩეჩოსის ნატურალიზებული მოქალაქეც ვარ. ასე რომ ეგ ნაწილი გაქვს. ხო, ეგ ნაწილი გაქვს. კი, თქვი რომ კალიფორნიაში ცხოვრობ თუ არა. მისამართზე ფლორიდა წერია, მართალი ხარ. მართალი ხარ. კაცმა მიიღო. იმ მომენტში, აი, შენ მიხდი. ხო, ის დიდი ბიჭია. ამიტომაც ის დაბლა გამოვიდა. მათ ის გასასვლელში გაათრიეს, მათ თვალში მოკაჩეს. ის ახლა დააკავეს ცემისთვის, რადგან მან აქ ვიღაცას დაარტყა. ისინი მის ნივთებს თვითფრინავიდან იღებენ და აქ აეროპორტში ბარგის განყოფილებაში დადებენ, კარგი? ასე რომ როცა ციხიდან გამოვა შეუძლია მოვიდეს და თავისი ნივთები ბარგის ოფისში აიღოს, თუ ის ღია იქნება, რადგან მესმის რომ ეს საერთაშორისო რეისია, ასეა, მართვის მოწმობა გაქვთ, მადლობა რომ ეს განმარტეთ. კარგია რომ ამბის შესახებ ცოტა მეტი გავიგეთ, ხო? მაგრამ მან პირველი არ დაარტყა იმ ადამიანს. იმ ადამიანმა პოლიციას მიმართა. მოიცა მას თხოვეს რომ წასულიყო. თვითფრინავში რამდენჯერმე თხოვეს რომ წასულიყო. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს რომ ის ყვიროდა და კიოდა. და ის არ მიდიოდა. და მათ კაპიტანს თხოვეს. ტელეტრაფზე მყოფმა მამაკაცმაც თხოვა მას წასვლა, ის მაინც არ მიდიოდა, ამიტომაც მოუწიათ მისი გაყვანა და სწორედ მაშინ დაიწყო აურზაური. ხო. მე საუკეთესო ინჟინერი ვიყავი. მან არაფერი გააფუჭა. მე ერთ-ერთმა მათგანმა დამარცხა. ერთ-ერთი იმ საჰაერო მგზავრიდან თვითფრინავში. ძირითადად ის ბიჭი რომელიც დააკავეს, მას ამოწმებდნენ ძირითადად.
ის ხმამაღლა ლაპარაკობდა და დაჯდა. ისე უყვიროდა. კითხეს მას. 3 ან 4 ჯერ კითხეს მას. პირველ რიგში მინდა მისი ფეხები შევამოწმო, ხო? დარწმუნდი რომ წინდებში არაფერი აქვს. გაიხადე ფეხსაცმელი. გაიხადე ფეხსაცმელი. ხო, გავიხდი თუ გამიშვებ. გაიხადე ფეხსაცმელი. მივხვდი. დაასია. ჩაიცვი ფეხსაცმელი ისევ. ჯერ კიდევ დაფრინავ. უნდა ვნახო რა მოხდება. ის ციხეში მიდის. შეგვიძლია ვცადოთ მისი გირაოთი გამოყვანა. მას შეუძლია დაურეკოს გირაოს აგენტს, ანუ გირაოს შუამავალს. იცი როგორ მუშაობს ეს? იცი როგორ მუშაობს ეს? გირაოს შუამავალი. ის ციხეში მიდის. თუ უნდა რომ გამოვიდეს, გირაო უნდა გადაიხადოს. ვიღაცამ ფული უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, მომავალში სასამართლოზე მივა. ის შეიძლება თვითონ გადაიხადოს გირაო, ან შენ შეგიძლია მის მაგივრად გადაიხადო. ასე რომ შენს განცხადებებს ანგარიში ვშავწერ, მაგრამ ამაინც დავჭირდება, რომ რაღაც შეავსო, მე მეილზე გამოგიგზავნით. ეხლა ანგარიშისა და ბრალდებების დასაწერად შეგვიძლია მხოლოდ იმით ვიხელმძღვანელოთ, რაც ჩემს სხეულის კამერაზე თქვით. მაგრამ საბოლოოდ მტკიცებულებისთვის მოგვიწევს რომ ეს შეავსო, ასე რომ მე ყველას გამოგიგზავნიქ მეილზე. კარგი. ასე რომ აცნობე შენს სხვა თანამშრომელსაც. და შემდეგ. ამ ამბის არსი ისაა, რომ ეს გულის მომკვლალია. ნახე, იმ ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს, მილიონობით ნახვა. და ჩემთვის არ ვიცი, ცოტა არაკომფორტულად გქნობ თავს ამის გამო. პირველ რიგში მე უბრალოდ მგონია, რომ როცა ადამიანი ფსიქოლოგიურ კრიზისს განიცდის და გონია, რომ ყველა მის მიმართ რასისტულია, ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ სიმართლე რო გითხრა, მიხარია, რომ ხალხი უბრალოდ არ იღებს ყველაფერს როგორც რასიზმს. მგონია, რომ რამდენიმე წლის წინ ლოგენახა ასეთი ვიდეო, რომ თუ ვინმეს დაინახავდი, ვინც იტყოდა, ხო, თქვენ მიყურებთ, ხალხი უბრალოდ შეშინდებოდა, რადგან ძალიან შეეშინდებოდათ, რომ რასისტებად ჩათვლიდნენ. და დროთა განმავლობაში ხალხი იცვლება და იმ პოზიციაზე გადადის, სადაც ფიქრობს იცი რა, არა მე რასისტი არ ვარ. ვიცი რომ შენ ხარ ის, ვინც არასწორად იქცევა და ასეა ეს ყველაფერი. როგორც არ უნდა იყოს, მადლობა ყურადღებისთვის, მატა.